რადგან სამსახურში მეკეთეთ აქ მოგაკეთეთ. დაპატიჟებდით საქმე რომ სოდნოდა. გარბი ხართ ახლას და მითხარით ქართულ ბანკში რატო გადაიტანეთ სესხები? შვენიერი ბანკია, თუმცა სხვაგანაც მოხდა. საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოვალე გახდა. ოლიგარქის ბანკიდან თურნავამ და მისმა მეუღლემ იპოთეკური სესხი ერთი და იმავე დღეს 2025 წლის 28 იანვარს აიღეს. ახლა ნათია თურნავას ბინა ვაკეში, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული და მისი მეუღლის სახელზე გაფორმებული მშენებარე სახლი ჯაფარიძის ქუჩაზე ქართულ ბანკში იპოთეკით არის დატვირთული. ბიძინა ივანიშვილის ბანკში იპოთეკური სესხი როგორ აიღეთ, როგორ დაალაგეთ? ეს ბანკი სესხებს არ გასცემს იპოთეკურს და ვინ დაალაგა ეს? თქვენ დაალაგეთ ივანიშვილთან თუ ქალბატონი ნათიას მეშვეობით დაალაგეთ? კითხვა არ გესმეთ ბატონო დავით? კი ბატონო, მთავარი კითხვა მაქვს. ბანკში, ივანიშვილის ბანკში, რომელიც იპოთეკურ სესხებს არ გასცემს, იპოთეკური სესხები როგორ აიღეთ? ეს ნათია თურნავას ქმარი, დავით ვეშაპიძეა. დოკუმენტები დგინდება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ერთდროულად საქართველოს ბანკიდან გამოტენილი იპოთეკური სესხი სწორედ ქართულ ბანკის კრედიტით ვადაზე ადრე გადაფარეს. ამოდათ ბანკი ქართულ. ხოთ აკეთოთ შიდა ნომერი ან დაელოდოთ ოპერატორს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ქართულ ბანკი იპოთეკურ სესხებს კერძო პირებზე არ გასცემს. ანუ ყველა მსურველს ბინის უზრუნველყოფით სესხის აღება არ შეუძლია. ბანკში ჩვენ ამ ინფორმაციას გვიდასტურებენ. გამარჯობა კეთი, იპოთეკური სესხის აღება მინდა და შეგიძლიათ პირობები მითხრათ? ზოგადად იპოთეკური სესხი არ გაიცემა, რამოდენიმე სამშენებლო კომპანიასთან გვაქვს იპოთეკური სესხები. კერძო სხვა უძრავ ქონებაზე არ გავცემთ. ამის შემდეგ ბანკის ოპერატორს ვეკითხებით, თუ მოქალაქეს სხვა ბანკიდან იპოთეკური სესხი აქვს აღებული, შეუძლია თუ არა ქართულ ბანკის ახალი სესხით მისი გადაფარვა. საქართველოს ბანკში მაქვს სესხი და გადმოტანაც არ შემიძლია? დიახ, სამხარებო სესხზე ამ შემთხვევაში საუბარი, ხო? არა, იპოთეკურ სესხზე. დიახ, გადმოტანა არ ხდება, კერძოდ სხვა იპოთეკურ სესხს არ გავცემ. არც სამომხმარებლო და არც იპოთეკური? არა. ჩნდება კითხვა. ისარგებლა თუ არა ივანიშვილის ოჯახის ბანკის პრივილეგიებით ნათია თურნავამ და რის სანაცვლოდ? ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბოლო დეკლარაციის თანახმად 2 იპოთეკური და 1 საინვესტიციო სესხი ჰქონდა საქართველოს ბანკში. სესხის აღების მომენტისთვის ჯამური თანხა 1,700,000 ლარს აღწევდა. დეკლარაციაში არ არის მითითებული ნათია თურნავამ რამდენი ისესხა ივანიშვილის ბანკიდან, რომ სხვა ბანკის ვალები გადაეხადა. რა მაინტერესებს იპოთეკურს არ გასცემს ქართულ ბანკი და ივანიშვილის ბანკში როგორ დაალაგეთ? საქართველოს ბანკი და რატო წაიღეთ ქალბატონ ნათია? არ გეხუხარხულება, თქვენ ესეთი რაღაცები არ გჩვევიათ ხოლმე, რომ გარბი ხართ და მარტივ კითხვას გიწევთ. ივანიშვილის ბანკში სადაც იპოთეკური სესხი არ გაიცემა. სირცხვილია ქალბატონ ნათია. მართლა სირცხვილია, არ გწვენიათ ახლა? ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად ნათია თურნავა ივანიშვილის იმ ახლო გარემოცვის წევრებს შორის მოხვდა, რომელიც ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს. ეს რეზოლუცია 2025 წლის 13 თებერვალს დამტკიცდა. ივანიშვილის ოჯახის ბანკიდან თურნავამ და მისმა ქმარმა სხვა ბანკებიდან აღებული ვალების გადასაფარად სესხი 3 კვირით ადრე 2025 წლის 28 იანვარს მიიღეს. ამ დროს უკვე არსებობდა საჯარო განცხადებები და მოწოდებები ივანიშვილის ახლო გარემოცვის სანქცირების შესახებ. ჩნდება კითხვა, მისცა თუ არა მისი ბანკიდან გაცემული სესხით ივანიშვილმა გარანტიები თურნავას ოჯახს, რომ ფინანსური პრობლემები არ შეექმნებოდათ. 1,5 მეტი ხომ სეიფში კიდევ რა მიზეზით გენით ეს ყველაფერი? საქართველოს ბანკიდანაც იპოთეკური სესხი იმიტომ გაიტანეთ, რომ სანქციებია პრობლემა და ივანიშვილის ბანკში ეს პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენ არა ვართ სანქცირებულები და რატომ უნდა იყოს ეგ პრობლემა? სანქცირებულები არ ხართ, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების მიერ, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციაში მოხვდა ქალბატონი ნათია თავს იზღვევთ ბატონ დავით? არ კერძო პირი. დიახ. შეგიძლიათ რომ ეხა
თავი დამანებოთ უბრალოდ. არ გცემთ პასუხს. ხართ საჯარო მოხელის მეუღლე. მე რა. იპოთეკური არის შეტანილი. იპოთეკური სესხი გაქვთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ბანკში? ბატონო? დეკლარაცია ნახეთ. ნახეთ და ამიტომაც გეკითხებით. ერთი ლარი დღეში და თქვენი ფული ყველაზე დაცულ სივრცეში აღმოჩნდება. ამ მომსახურებას თავაზობენ კომერციული ბანკები მოქალაქეებს, ვინც ბანკებს და საბანკო ანგარიშებს არენდობა. ეს ინდივიდუალური სეიფებია, რომელიც თითქმის ყველა ბანკის სათაო ოფისში დაგხვდებათ. რაც მეტი ფული გაქვს შესანახი, უფრო დიდი სეიფი უნდა დაიქირავო. ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი ბანკერი ფულს არა საბანკო ანგარიშებზე, არამედ ბანკის ინდივიდუალურ სეიფებში ინახავს. ნათია თურნავას დამალული ამბავი მას შემდეგ გაუსყდა, რაც ირაკლი კობახიძე მედიის და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის გამო იძულებული გახდა რაჟდენ კუპრაშვილისთვის დეკლარაციების გასაჯაროება დაევალებინა. მე შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს, მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები დიდ განსაცდელში ჩავარდნენ, რაც აქამდე მათ შესახებ არ ვიცოდით, ყველაფერი გამჟღავნდა. ეს ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია. საქართველოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელისთვის ბოლო წელი უხშემოსავლიანი აღმოჩნდა. ნათია თურნავამ და მისმა მეუღლემ აქტივების რეალიზაციის შედეგად მილიონზე მეტი მოაგროვეს, თუმცა თურნავამ ფული დეპოზიტის ნაცვლად სეიფში შეინახა. ეს რომ წამგებიანი გარიგებაა ეროვნული ბანკის შეფმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რადგან ნაღდი ფულის სეიფში შენახვით დიდ საპროცენტო სარგებელს კარგავს. 375,000 დოლარი, მილიონ ლარზე მეტი ბანკის სეიფშია. ამავე სეიფში ინახება ნათია თურნავას კუთვნილი კიდევ 60,000 ლარი. სეიფშია გადანახული ნათია თურნავას მეუღლის კუთვნილი კიდევ 30,000 ლარი, 150,000 ევრო და 125,000 დოლარი. ჯამში ნათია თურნავას ახლა ბანკის სეიფში 1,600,000 ლარზე მეტი აქვს შენახული. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავარ ბანკირს სანქციების ეშინია. გამარჯობა, ქალბატონო ნათია. ქალბატონო ნათია, თქვენთან გვაქვს კითხვები დეკლარაციასთან დაკავშირებით. გვაინტერესებს, რატომ ინახავთ ქეშად სეიფში ფულს? სანქციების გეშინია? არაფრის არ მეშინია, არა მარტო ქეში მაქვს, ნახეთ დეკლარაცია, დეპოზიტებიც მაქვს. ნათია თურნავა მართალს ამბობს. მას საბანკო დეპოზიტზე მართლაც აქვს 100,000 ევრო, თუმცა ბევრად უფრო მეტს, 1,600,000 ლარს ბანკის სეიფში ინახავს. რატომ? ამის სახსნა არ უჭერთ ფინანსისტებს. როდესაც საუბარი არის თანხის ქეშად ბრუნვაზე ან ქეშად შენახვაზე ან ასე შემდეგ დღევანდელ ეპოქაში. როგორც წესი ეს ყოველთვის ნიშნავს ხოლმე რაღაცისგან თავის გადაზღვევას, რაღაც კანონიერი, ასე ვთქვათ, შეზღუდვებისგან თავის გადაზღვევას. ეს იქნება ნათია თურნავა თუ ეს იქნება ნებისმიერი სხვა ჩინოვნიკი, მაღალი დონის ჩინოვნიკი, დღესდღეობით სამწუხაროდ ვერავინ იქნება მშვიდად. ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი არის ის, რომ რომელიმე მათგანი არ მოექცეს დასავლური სანქციების ქვეშ. ნათია თურნავა ჯერ სანქცირებული არ არის, თუმცა მისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტმა მოითხოვა და თურნავას გვარი ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციაშიც მოხვდა. ქართული ოცნების როგორც რეჟიმის სანქცირება ევროდეპუტატებმა ბევრად უფრო ადრე მოითხოვეს. სავარაუდოდ თურნავამ საფრთხე იგრძნო და ჯერ თბილისის სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში წილი 375,000 დოლარად გაასხვისა. წლების წინანდელი აქტივები ფულად აქცია, შემდეგ კი სეიფში შეინახა. რატომ დააცარიელეთ ეს დეპოზიტები? 9 მილიონზეა ქალბატონო ნათია ლაპარაკი. სანქციების შიშის გამო დააცარიელეთ დეპოზიტები? ქვეყნის ცენტრალური ბანკის მდიდარი შეფი 2 მილიონამდე თანხის გარდა ფლობს არაერთ ბინას და მიწის ნაკვეთს. მხოლოდ 2024 წელს ნათია თურნავამ 380,000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა. რა სარგებელი მოაქვს ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებას და სეიფში საგულდაგულოდ შენახვას. ფინანსისტები ამბობენ, რომ სანქციების საფრთხის ქვეშ მყოფი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის დაზღვევას ცდილობს, რადგან ფინანსური
ფინანსური სანქციების შემთხვევაში ბანკში შენახული ფული გაიყინება. ფუნქციონირების საფრთხე ექმნება სანქცირებული პირების ბიზნესსაც. ნათია თურნავა კი სანქცირების საფრთხის ქვეშ დგას. ქართული ოცნების წარმომადგენლებს ნამდვილად ეშინიათ სანქციების. ეს ასე რო არ იყოს, უბრალოდ ყოველგვარ აზრს მოკლებულია მაგალითად სეიფში თანხების შენახვა. რატომ? იმიტომ რომ კარგავს არგებელს და იმიტომ რომ პრაქტიკა სეიფში ნაღდი ფულის შენახვის არის თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ისეთ შემთხვევაში შეიძლება მისაღები, როდესაც ეს თანხა არის ასე ვთქვათ ნაშოვნი არა სამართლიანად, არა კანონიერად, ან შესაძლოა შენ უბრალოდ გეშინია ბანკის ანგარიშზე თანხი დადო. აი რატომ ითხოვდნენ ევროპელი დეპუტატები საქართველოს მთავარი საფინანსო უწყების ხელმძღვანელის დასანქცირებას. დოკუმენტის მიხედვით, ნათია თურნავა რეპრესიების ხელშემწყობის პროპაგანდისტებისა და კორუმპირებული ფინანსისტების სიაში მოხვდა, რომლის სათავეშიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახია. ანგარიშები წაკითხული გაქვთ ბატონო ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, აქციების დარბევასთან დაკავშირებით. თქვენი თავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი მაგნიცკის სიაში რომ იყო, ეს წაკითხული გაქვთ? ძალიან უსაფუძვლოდ არის დასანქცირებული. ეს ვახტანგ თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ახლო ნათესავი. რადგან ნათია თურნავა კითხვებს გაურბის, მის ქართული ოცნების დეპუტატ ოჯახის წევრს ვკითხეთ. იცის თუ არა მიზეზი, რის გამოც თავადაც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდეს. ვახტანგ თურნავაც ფულის დიდ ნაწილს $1,300,000-ზე მეტს ბიტკოინში ინახავს. წილოსანის მსგავსად თქვენც არ შეგიმჩნევიათ ნაცამი ჟურნალისტები? ყველაფერზე დღეს ვისაუბრობ. რამდენი პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბატონო? რამდენი პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში? ქონებრივი დეკლარაციები ვითომ და ხარვეზის მიზეზით საჯარო სივრციდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაქრა. 6 თვიანი შეზღუდვის შემდეგ კი ჩანს, რომ ვისაც ნაღდი ფული ჰქონდა, კრიპტოვალუტა იყიდა, ნაწილმა კი აქტივები, რომელსაც შეიძლებოდა საფრთხე სანქციების გამო შექმნოდა, ფულად აქცია და შეინახა.